ცენტრალური გზაგადაკეტეს და საპროტესტო აქცია გამართეს ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა. აქციაზე შეკრებილები მოუწესრიგებელი შიდა საუბნო გზების შეკეთებას და კორპუსებში წყლის შეყვანას ითხოვდნენ. ძალიან მძიმე პირობებში ვარ. არა გვაქვს წყალი, უკვე 13 წელია. ეზოები არ არის გაკეთებული. იმხელა გუბეები დგება, რომ შეიძლება პატარა ბავშვი შიგ ჩაიხჩოს წვიმის დროს. ასფალტი არ არის. მთელი ქალაქი ჩამოდის წყალზე. მესმის ქალაქში წყალი არ არის და რას ვიზავთ. მაგრამ 13 წელია ამ უბანს თვითონ წყალი არ აქვს. რამდენჯერ მივმართეთ. აი ღლონტი რომ იყო, იქიდან წარმოგიდგენია წყალკანალის უფროსი და წყაროებიდან ზიდეთ წყალიო. აბსოლუტურად აი ეს გოგორები დავაგე და ამაზედაც კი არ გადაუსვეს თეთრი კრასკა. რომ მანქანებმა დაინახონ და რო ეზარებათ აი ამაზე გადასვლა. ბინებს ურტყავენ კრუქს, რომ ესე თავისუფლად იარონ წყალზე და ეს სტადიონზე. ივსება კანალიზაცია სტადიონზე და პატრონი არ არის, რომ გააკეთონ. ადგილობრივების თქმით წლებია მათ ეს პრობლემები აწუხებთ. ასევე მათთვის პრობლემაა სანაგვეურნების არასაკმარისი რაოდენობა და დაზიანებული გარე განათებები. ვითხოვთ იქ განათება რომ გაგვიკეთონ ბოლო კორპუსში ჩვენ 2-3 განათება 2 ბოწი მაინც უნდა 3 სულ მინიმუმ რომ გავაკეთოთ. ასფალტი ყველა კორპუსებში წინ წამოვძადით და ნახეთ რანაირად არის. გავაკეთებთო სექტემბერშიო და 10 სექტემბერით მოვა ახლა ნახოთ აგერა იქნება. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჭუმბურიძე და საკრებულოს წევრი რომან მუმლაძე. დაგეგმილი გვაქვს და უკვე საკრებულოში და ჩეტანილია. შვილებაზე მოთხოვნა ბიუჯეტში შვილებაზე და ამ შვილების შემდეგ გამოვაცხადეთ ტენდერს, პროექტი უკვე გამზადებული არის და შიგა ეზოები მოასფალტება მოხდება. აი ამ ბოლო სახლების. რაც შეეხება ტრანსპორტის მომსახურებას, მიმდინარეობს მუშაობა სატრანსპორტო კომპანიებთან, კერძოდ ავტოსადგურებთან და ალბათ რომელიმე ავტოსადგურიდან დაინიშნება ტრანსპორტებში. ზოგადად პრობლემები არის მთელ ქალაქში. იგეგმება ამ პრობლემის მოწესრიგებას და მოგვარებას. ეს პრობლემები ახლა ძირითადად მოგვარებადია. შიგა ეზოების საკითხი პრაქტიკულად დგას უკვე სასესიო განხილვაზე და სავარაუდოდ ხვალ იქნება დამტკიცებული. სავარაუდოდ კენჭისყრის შედეგების მიხედვით იქნება დამტკიცებული და რაც შეეხება კანალიზაციას და წყალს, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა ეს არის კომპანიის კომპეტენცია და უნდა დავავალდებულოთ როგორმე ეს პრობლემა მოიხსნას. თუ არ შესრულდება, აი ხასრაფო მანქანასაც აღარ გავატარებთ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჭავჭავაძის ქუჩის მობინადრეებს პრობლემების მოგვარებას უახლოეს მომავალში დაპირდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციებს ისინი პერმანენტულად გამართავენ.